მაგრამ აღსარება კი არ იყო. მოხუცი კაცი. ალბათ 75 წლის იქნებოდა, იმიტომ რომ ასე უნდა ყოფილიყო ეს. ცოტა გადაცილებულია. ერთ ოჯახში ვიყავით, სუფრა იყო და მე იქ ვიყავი და რა ვიცი, ნახა მე. ხო, რა ვიცი, როგორ ჩანს რაღაცა გუმაუთხრა, რომ ამას შეიძლება რომ დაელაპარაკო. მოდი დაერიფსი მე. მოდი, ჩვენთან ვიყავ. აქ არ არის კამერა. შენ აქ მოდი და ისე. ასე შეიძლება. და მოხუცი კაცი. ამ წეულების შემდეგ რომ აუცილებელი იყო, მრევლი იყო, რომ უნდა მისულიყავი მასთან და ეს კაცი მეუბნება მამაშენბაო. ხო. გთხოვა რომ მოვიდეს და მას უნდა უთხრა ჩემი გულისათქმელი და აღსარება. კი ბატონო, ახლა სხვა საქმე რა მაქვს რა. მივედი გავიშვი და ხელა. და მივედი მოვიყვა თავისი თავგადასავალი. მოყვე? კი, მამა. მოყვე? კი. ჭიათურელი კაცი. ბავშვი ვარო. პატარა ბავშვი ვარო. არ ვიცი მე რომელ კლასში მე კლასელი ვარ, მე კლასელი ვარ. ეს არ მახსოვს. და ადრე ხო გახსოვთ ეს არის ომამდელი დიდი ომი იყო, იმამდე რაც იყო რევოლუციის მერე რაღაცა ისწრებია და მაშინ ბოშები ხო იცი გურმებით და მით დადიოდნენ სიგნე გურმებით დადიოდნენ და ხანსა დაიბანაკებდნენ ხანსა და ჩვენ სოფელთან ახლოს დაიბანაკეს ბოშებმა. ერთხელ სკოლაში მივდივარ დილით და ბავშვები ჩემ სკოლებთან ერთად მივდივარო და ვიღაცა ბოშა ხალმა გადამიდგა წინ და მოდი უნდა ისაო გიგიხაო. ახლა ბავშვია მერვე კლასელი ან მე-10 კლასელი ვარ. ამბობს ბიჭი. ხო და მეცინებაო რა, მიყვება რაღაცას მეუბნებაო ეს ქალიო. შენაო ასეო ეხლა ამდენი წლის ახარ 15 წლის ახარ თუ 14 თუ 12 წლის ახარ ხო? გასაგებია რომ შენ სკოლას დაამთავრებო, მაგრამ შემდეგი 15 წლის განმავლობაშიო ეს მოხდება და ეს მოხდება და ერთი რამდენიმე ყველაფერი მითხრა წინასწარ. იმის შემდეგი 15 წელიწადი რო იქნებაო, ხო? ესე იგი 30 წლამდე რაც მოხდება უთხრა. მე 45 წლამდე რაც მოხდება, ისიც უთხრა, ასე იქნება, ზუსტად ასე იქნებაო. კი ბატონო. უსმეს ახლა ხო იცი ახალგაზრდა ბავშვი ცეტია და უსმეს არა ძალით გააჩერა ხელი უჭირავს და ასე იქნება ეუბნება და მე 45 წლის მერე 60 წლამდე ასე მოხდება და 60 წლის განმავლობაში უკვე შენ წაიყვანს მერტი. ნუ ახლა და გაიქცა ბავშვი რა. მაგრამ დარჩა მეხსიერებაში. სკოლა დაამთავრა 15 წლის გახდა, გასაგებია, მაგრამ ახლა დაუშვა 16-17 წლისა უმაღლესი მოეწყო. მერე დაუშვა 20 წლისა რაღაცა დაუშვა ცოლი მოიყვანა. მერე დაუშვა დიდი ომი დაიწყო, ჯარში წაიყვანეს, ესეც მოხდა. მერე დაბრუნდა ხო შვილები შეეძინა 1-2 ზუსტად ისე ხდებოდა ხო ზუსტად როგორც მას ზუსტად იმა როგორც უთხრა 30 წლამდე უკვე რო ხედავს რომ ეს მოხდა და ის ამოუტივტივდა და მეხსიერებაში რომ კაცო იმან ხო ეს მითხრა ზუსტად მითხრა უკვირს ხო მე 30 წლიდან 45 წლამდე ზუსტად რას უთხრა ის მოხდა მე 45 წლის მერე რაც უთხრა ისიც სრულდება ყველაფერი სრულდება 50 წლის რო იქნებიო უთხრა ას მოხდა 55 წლის რო იქნებიო ეს მოხდა და ეხლა ეს კაცი ელოდება 60 წელს რომ მოგდეს და წავიდეს იმ ქვეყანაზე იმიტომ რომ ყველაფერი მოხდა მოვიდა
61 წლის გახდა და არ მოგდა. ავიდა 62 წელიწადი და უკვე ღელავს. რა მაგარია. ღელში შეჭავს, კაცო. ახცი. ვიც. არა კომუნისტი იყო ხო, კომუნისტი სამსახური ჰქონდა. ლიტერატურას, მარგანიციატურა, ვიცი რაღაცა, მაღალი თანამდებობა ეკავა, ოჯახი რაღაცა, ბოლოს უკვე კარგად ცხოვრობდა, რადგანაც პატიოსანი ადამიანთარი ხო იცი კომუნისტები დედაშენი იყო კომუნისტი მაგაზე უფრო პატიოსანი ვინ იყო ხო არალმართალი ადამიანი და ასე ხო თავის ცხოვრებაში რაიმე ცუდი არ გაუკეთებია ხო არის ასეთი ყავს მე ხო ასო 62 წელი შეიქმნა უკვე და არ ხდება ასო თუ წყვილი იყო და მე აგვდები, მაშინ როგორ გამოხდა ყველაფერი. თუ მართალი იყო, რატო აგვდები? და არიან იმაში რა, გაურკვევლობაში. და ფსიქიკა მოეშალა კაც ლამის. და 15 წელიწადს გაურკვევლობაში. რა ხდა სახლა კაცო, უნდა მოგდეს 60 წლისა და რადგანაც ყველაფერი ზუსტად ახლა. და აი ესე ვარო გაოგნებული და ეს არ მოგდი, მაგრამ რო არ მოგდი კაცო ეს სიცოცხლე რაც მაინც მე გრძელდება ხო უნდა მიხაროდეს ახლა შვილები შვილები ხარიბღატა კი არა ვარ კარგად ვარ ყველაფერი უნდა მიხაროდეს სიბერე და ამას უკვე ფსიქოზი რამის დაემართოს რომ სიცოცხლე გრძელდება არ გდება და აღარ უხარია და ესე ვზივარო ჩემთვის ერთხელაც ასე გაოგნებული უცებ ადღაც მილიარდობით სინათლის ხივის იქეთ მიეცა ხედვა დაიძრა ვარსკვლავი და აქ როგორც გითხარით მიხაილ მთავარანგელოზი გამოეცხადა ესე გაისო სინათლის ეს ახალი და სუნელებით და ეს ვარსკვლავი მოვიდა და იესო ქრისტე დაუდგა წინ გაოგნებულია ახლა ხმას ხო ვერ ამოიღებს ახდება ეს აიცის ამა პარტია და ლენინი და სტალინი და ხრუშჩოვი სწამს და გასაგებია რომ ესე და უშრომა და ისო აშკაცო პატიოსნება სწამს მაგრამ ღმერთი მაგრამ აი აზიარა გულში ყველა მიცის ეს ყველაფერი მაგრამ გული ხო საერთოდ ჩვენ უკან გადაგვიწიეს და აი გონება და მეცნიერება და ისო მახსოვს კომუნისტების დროს ყველაფერი ესე დროს მზე ჩაქრებაო მაგრამ იმ დროს საბჭოთა მეცნიერება ესე დონეზე იქნება რომ ახალ მზეს გამოიგონებენ დააგიდა შენ რა იცი კაცო ჩემ დროს იყო ხო ჩვენ სახალხო დაუდგა იესო ქრისტეც ხმას ვერ ვიღებ რა ახმა უნდა მოიღო ოგნებულია გაშეშებულია მაგრამ ისე მოვიდა რომ შოქში კი არ ჩავარდა და ზოგი გონება არა ყველაფერი მან ისე გააკეთა რომ ეს ვილად და ფხიზლად არის ოღონდ ხმას რა ამოაღებინებს და უფალი მიმართავს რა სტაფიქრებული ხარ და გაოგნებული ხარ რა სტადო როგორც იმ ბოშაქალმა გიწინასწარმეტყველა და ყველაფერი მოხდა და მერე მაინც რო აღარ მოხდა ის 60 წლისა რო არ მოგდი ხო და ეს როგორ მოხდაო ხო ამას დარდობ ხო ამას დარდობ მე რა თქო ვერ ვიძრები კაციო ხო მიგეშინია გაიხარეს სიცოცხლეები რას მოგეცავ მე დაგიმატეს უყურე 15 წელიწადი მე მოგეცის და რატომ მოგეცი აი გაგახსენებო რატომ მოგეცი ეუბნება უფალი ქრისტე ეუბნება და აბა გაიხსენებო იდიომი რო იყო
ეს ის იყო ომში რო წავიდა უკვე დამთავრებული ხონდა ინსტიტუტი რაღაც ინჟინერი იყო თუ რაღაც სამთო თუ რაღაცა ხო იქ ჭიათურაში მადანი იყო და რაღაცა და ხადია ოფიცერი იყო ოფიცერია თუ რაღაცა წინახაზე ბრძოლაა და ტყის ბრძოლაა და ძიმედ დრო იყო მაგრამ ამ დროს კომუნისტები იყვნენ და ძიმედ პირობები იყო ამ დროისაც მაგრამ მოდის თუნდაც აღდგომის დღე რომ მოდიოდაო და შენ იმ დროს როდესაც ჩემი სახელი იგზავებოდაო და რაღაცაო შენ რო იქაო კვერცხი წითელი კვერცხები შეღებეო იმ დროს შეიძლება ტრიბუნალი შენ ვიყოფილხარო ხო? შენ რო იქ წითელი კვერცხები შეღებე და ყველას ეუბნებოდიო იქაო ახლა იქ ჯარში ქრისტოს ვასკრეს და ეუბნება ოფიცერს იმას კომუნისტს უყოლას ეუბნებოდიო ამას რო აკეთებდიო ხო? ეს ხო გირობა იყო ახლა ხო ვიცით ველი ხალხი ვარ ვიცით ეს მაშინ რა იყო ხო? ამიტომ დაგიმატებე შენ 15 წელიწადი ახლა ვითხრა ამ გასნა ხო ეს 15 წელიწადის გავიდა და აღარ მალე მოგდებიო ვითხრა აი ეს იყო მისი აღსარება რა ცოდვა კი არ მითხრა არაფერი ცოდვა მას რა ქონია დაგოსის უკვე ვახოცი იყო და მართლაც სადღაც ერთ თვეში გარდაიცვალა მიმიყვანეს იქნება აზიარო მაგრამ საავადმყოფოში იმედი გათიშვილი იყო და გათიშულ ადამიანს როგორ აზიარი ავიდა იმას მეთი აზიარებს დედა ხო და ამას მე უყვები იცი ვის კინო რეჟისორებს გლახის ნამბობივით ფილმი კინო რეჟისორებს უყვები რომ ან სცენარი დაწერონ ამის მიხედვით და კინო გადაიღო ძეგლთა დასვაში მუშაობ 1979 წელს შეიქმნა ეს ძეგლთა დასვის კომიტეტი შეიძლება გამიგია მაგრამ ლექტორი იყო? და მისი ძმა დავითი არის ის? ის იყო არის რომელი ისა. ეს კიდევ გმირი იყო, სამწუხაროდ გმირი. ომის დროს ხიდი ააგო ისე, რომ წყლის ზევით კი არ ჩანდა. სადღაც წყლის ქვემოთ იყო აი ეს 9 მეტრი და ტანგები ისინი გადადიოდნენ და თვითმფრინავებით რომ დაებომბათ გერმანელებს ხო? არ ხდა რა ხიდი. ეს ასწაული იყო და გმირობა მისცეს. და ასეთი იყო და მისი მოადგილე იყო აი ვაშკა. რაღაცა უცნაური. და მე ერთი იმისი მოადგილე ჩვენი განყოფილების გამგე ჩემი ლექტორი იყო აკადემიაში და ის მოგვიყვა ჩვენ ამ ამბავს ამ კაცის ამბავს. ეს კაცი ახლა რაღაცა უცნაურები ისე და ხო რაშია საქმე? აი გერმანელები რო კავკასიას მოადგენენ, ხო? აქედან გერმანელთა ჯარი, აქედან ჩვენი ჯარი. ხო? ახლა სულ ომი კი არ იყო და სულ დაბანაკებული იყო აქეთ, იქეთ ისინი და ახლა ისა ხეობებია, თა არის თავისი ისა სირთულეები და აქ ხეობის თავში წყარო მოდის. გერმანელებისაც სხვა გზა არ აქვს, ეს წყალი უნდა აიღონ. ამათაც ეს წყალი. და დაევალა თუ ამას რომ თავისი ნაწილისთვის წყალი ეს ზუგზე აკიდეს ავტომატი წინა აქვს ჩამოკიდებული და წავიდა რომ წყალი აიღოს. მოდის და ახლა და განათლება ჰქონდა უკვე არქიტექტორი იყო და გერმანული იცოდა. ხო და შეხვდა ის გერმანელს, ისიც წყალზე მოვიდა. ახლა ისეთი ვითარებაა რომ გაესაუბრენ კაცო ახლა უნდა ვხოცავთ ერთმანეთს წყალი ზენსაი და მეცავდება დროებითი ისაა რა პერემირი ასე ვთქვა ხო არ არის ზოლა ვაჯინოე პრემიერი ხო რაღაცნაირად ხო კი ბატონო მოილაპარაკეს რაღაცა სიტყვა ორივე მეომარია ორივე სისხლის დაღვრილია ყველაფერი
და მეომრები არიან რა. აავსო იმას, აავსო ამას და გამობრუნდნენ და ამას ხო იცი მაინც. რატო უნდა ენდო ხო? ვერ ენდობი მაინც ერია. რა იცი გესროლოს. და ავტომატი შეყენებინა. და მიდი შიშით. ახლა ეს წყარო რო არის, ასე ხეობა ასე იყოფა, ასე და ის აქეთ მოდის, ის იქეთ მიდის. შეშინებულია ეს დაცაბულია რომ არ მესროლოს და მოესმა უცებ თითქოს გადაყენეს ავტომატი. ჩახმა. და ამან ავტომატი გადაყენაო, რატომ უნდა მომასწროსო და ამას შეყენებული ქონდა, გადაყენილი ქონდა და გამოკრა თითი და ასე ერთი ავტომატის ჯერი ასე მიუშვა იქით. და რომ მიუშვა თან ხო გახედა იქით და რას ხედავს ეს გერმანელი ასე ეს ჭური ორი ვედრო თუ რაღაცა ისა კანისტრა ასე მიაქვს და ავტომატი უკანავს გადაგიდებული და ასე მიაქვს და გამოხედა და შვაინოვდა. ორი ყოფილიყო ხო მოვილაპარაკე კაცურად. და წავიდა ესე გამწინა. ხო და ეს ახალგაზრდა ბავშვი 21 ასეთი რაღაცა მოხდა. მოვიდა ნაპირში, წყალი კი მოიტანა მე ცოტა ციხი გამოერყა, გაათავისუფლეს, გამოვიდა და იმის მერე იტანჯებოდა რა. და ცოტა ჩემ დროს ის იყო 73 წელში წარმოიდგინეთ 40-40-იან წლებში რო იყო ის დაუშვათ 25 წლის 80 წელში იქნებოდა რამე წლის. ხო? მოხუცი რა ამაგვარ სიტუაცი იყო. ხო, კაი ის არის სცენარი კინოსთვის.